განვაგრძოთ პირდაპირ ეთერში და ჩვენ ახლა ვისაუბრებთ იმ ფესტივალზე, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით უკვე მერამდენედ გაიმართება საქართველოში, კონკრეტულად მთის რეგიონში და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ვისაუბრებთ, რომელმაც თალსახად მოიპოვა თავისი ადგილი ქართულ კინემატოგრაფიაში და ზოგადად ქართული რეალობისთვის მსოფლიო კინოთანამეგობრობის დემონსტრირების ისეთი ფორმატი, როგორც შერჩეული გაქვს სვანეთის სახით, ალბათ განსაკუთრებული, ალბათ სრულიად სხვა მოცემულობისაა და შესაბამისად ჩემი აზრით ეს ყველაფერი ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ სხვანაირად შევხედოთ თანამედროვე რეალობაში კინემატოგრაფიას და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ჩემი აზრით საქართველოში, რომლისთვისაც კინო უცხო არ არის, კინო აღქმის თუ კინოცნების, კინოკონცეფციის განვითარებისა თუ მიღების კიდევ ახალ სიბრტყეზე გადაყვანის ჩემი აზრით კიდევ ერთი საშუალება, იმიტომ რომ ჩვენ ამ სტუდიაში მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე პირველად არ ვსაუბრობთ და რადიო ემედის სტუდიაში ჩვენ სწორედ მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელს და დირექტორს ქალბატონ ხათუნა ხუნდაძეს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით და ვიტყოდი თანადამფუძნებელს. ამას ყველას ვუსწორებ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემთან ერთად ამ ფესტივალის დამფუძნებელი არის მესტიის მუნიციპალიტეტი, კერძოდ კი კულტურის და ხელოვნების ცენტრი, ბატონი გეგი ფალიანი და აქედან მინდა მთელ სვანეთს მივესალმო, იმიტომ რომ საოცარი მხარდაჭერა მაქვს მათგან. მინდა მივესიყვარულო და მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ მათი ხელშეწყობის გარეშე უშუალოდ ბატონი კაპიტონ ჟორჟოლიანის, ლევან კიკვიძის გარეშე მე ამას ვერ გავაკეთებდი და ნუ გეგი რა თქმა უნდა, რომელიც ადრე ვიძახდი რომ უშპასავით მიდგანან ბიჭები გვერდითო და ეხლა შხარასავით, იმიტომ რომ 9-თავიანია და ეს მხარდამჭერებიც მრავლდებიან და მიდგანან გვერდში და აი 1000 მადლობა. ძალიან შემაყვარა სვანეთმა და სვანებმა თავი და რა ვიცი, ვერ მომიშორებთ, მოკლედ ვეტყვი ამას აქედან, იმიტომ რომ მე მზად ვარ ყოველ წელს ავიდე იქ. რა თქვენი მოშორება, აგერ ფილმები ვერ მოუშორებია თქვენი დახმარებით და ის ხალხი, რომლებიც მაყურებლების და არა მხოლოდ დაინტერესებული ადამიანების რანგში ადიან და ესწრებიან ამ ყველაფერს. ქალბატონ ხათუნა. იცით რა, მარტო ამოსულებერ მე ის მახარებს და 10,000-ად უფრო ბედნიერი ვარ, რომ ადგილობრივები ამოდიან და რომ ხვდებიან. ქალბატონ ხათუნა, თქვენ რო ამოდიხართო, ჩვენ ვწდებითო აქ, იმიტომ რომ ყველასო გვინდაო რომ ამოვიდეთო და იქ რესტორნის თანამშრომლები, ეს არის, ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი, იმიტომ რომ ეს არ კეთდება, ფესტივალი არ კეთდება ელიტისთვის, ხო, უნდა გაკეთდეს იმ ხალხისთვის, იმ რეგიონისთვის, სადაც ეს კეთდება და ჩვენ ამას მივახციეთ 6 წლის განმავლობაში. და ზაფხული ისეთი პერიოდია და სვანეთის მიმზიდველობა ხო საერთოდ სხვა მოცემულობისაა, რომ ეს კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია ადამიანები აღმოჩნდნენ სვანეთში. ალბათ დარწმუნებული ვარ ყველაფერთან ერთად. თქვენ ბრძანეთ 6 წელი, რაც მცირე არ არის და 6 წლის განმავლობაში ამ ფესტივალის პერიოდის ჩაგდების გარეშე ასე ყოველწლიურად გამართვა მეტყველებს იმაზე, რომ ერთის მხრივ არსებობს მოთხოვნილება და მეორეს მხრივ თქვენ ხედავთ იმ პოტენციალს, რომელიც ამ ფესტივალის არსებობას გულისხმობს. პირველ რიგში გითხარით წლევანდელი ფესტივალი რითი განსხვავდება ადრინდელისგან და ამ 6 წლიანი გამოცდილების ფონზე ხომ არ იქნება რაიმე ტიპის ფორმატში თუნდაც სიახლე ფესტივალის. იცით რა, ჩაგდება კი არა პანდემიის დროს დავიწყეთ და მაშინაც სავსე იყო დარბაზი. წარმოგიდგენიათ რომ ადგილგამოშვებით ისხდნენ და რიგრიგობით შედიოდნენ. ეს იყო უდიდესი რამ. ისე იყო ხალხი მოწყურებული რაღაც ახალს და გასართობს და აი ეს ზუსტი დრო შეირჩა ეს განგებამ ასე მოინდომა. თვითონ ფესტივალი ჩვენ ქონდა ორი სექცია და გვაქვს, ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმები და მთის ფილმები. მთის ფილმები არის სრულმეტრაჟიანი და ჩემთვის აი ერთ პაწია გამარჯვებად ჩავთვლი ჩვენი ფესტივალისას იმან, რომ Red Bull-მა და North Face-მა უსასყიდლოდ აი თავიანთი ფილმები მოგცა და North Face-ის ფილმით გაიხსნება Robson-ი ეს ცნობილი ამბავი და რა ვიცი, ეს უკვე კარგი რამ არის ის, რომ 12,000-ზე მეტი ფილმია შემოსული აი ამ 6 წლის განმავლობაში და აქ ჩათვალეთ, რომ პანდემიის პერიოდია თან. პირველი 2 წელი, ხო? ეს ძალიან დიდი რამ არის. სულ მცირე 12,000-მა ადამიანმა ხო დაგუგლა და ნახა სად არის პატარა საქართველო, პაწაწინამესია და სულ პაწაწკინდელა ჩვენი ფესტივალი, ხო? ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი რამ და ის რომ 4 წლის თავზე უკვე შაშან უბრალოდ 5 წლის საიუბილეოდ მსოფლიო ალიანსმა არის ასეთი ალიანსი მთის ფილმების საერთაშორისო ალიანსი და ჩვენ გაგვაწევრიანეს და საქართველო
და ეს პატარა ფესტივალი 28-ვე წევრად მიიღეს. ეს ნიშნავს, რომ ფესტივალი აი ამ რანგის ფესტივალების A-კლასის დონემდე ავიდა და ესეც რა თქმა უნდა გასახარია. გასახარია ის ფაქტიც, რომ კავკასიაში ვართ პირველები და ერთადერთები. აი ერთადერთობა არ მახარებს კოვიძახი, იმიტომ რომ ძალიან გამიხარდებოდა თუ სხვა ფესტივალიც იქნებოდა რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში და შეგიძლიათ განავრცოთ და დაარქვათ კავკასიური მთის ფილმების ფესტივალი. შეიძლება ეს სექცია დავამატოთ. თუმცა სექცია დავამატეთ წელს. ჩვენ არ ვეხებოდით ანიმაციურ ფილმებს, იმიტომ რომ საქართველოში მრავლად არის ანიმაციური ფესტივალები და რაღაც თვლიდით, რომ ეს დაუტოვოთ ჩვენს კოლეგებს, მაგრამ იმდენად საინტერესო ფილმები შემოდიოდა მათ შორის ის თემატიკის, რომ თქვით, რომ მოდით გავაკეთოთ ესეც და ჟიურიშიც ავიყვანეთ მარიამ კანდელაკი, ანიმატორი კი იცით მისი ბიოგრაფია და წელს აი მოვსინჯეთ ანიმაციებიც და ძალიან საინტერესო ანიმაციური ფილმები. ანუ სიახლე გვაქვს ანიმაციები. არის და მათ შორის ქართული ანიმაციაც რაღაცა ძალიან კეთილი და ძალიან ემოციური და მიხარია რომ ქართული ანიმაციაც მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და ასევე დავამატეთ წიგნი არის ის მარადიულობა რომელსაც ვერავინ ვერ შეცვლის რაც არ უნდა ელექტრონული წიგნები იყოს წიგნი და ის არომატი და ის გადაფურცვლის ხმა ყოველთვის იქნება და აი ესეთი რაღაც გადაწყდა რომ მთის თემატიკის წიგნებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა და ფაქტიურად არაფერი არ იყიდებოდა. დაიბადა იდეა, რომ ხო არ გამოვცეთ შაშენ გამოვეცით მარკები, სწორედ ჩვენი იდეით გამოსცა საქართველოს პოსტამ და ხელდასმა და ბრძანება იყო, რა თქმა უნდა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მე ეს არ ვიცოდი ეს გზა და თურმე ასე ყოფილა. აი იმდენად მაღალი დონის და დიდი მნიშვნელობა აქვს საფოსტო მარკას. და ჩვენ შევთავაზეთ აი ეს ესკიზები, ეს გახლავთ ალექსანდრა ჯაფარიძე, მიხეილ ხერგიანი, დიდი ქართული ოთხეული ალპინიზმის საქართველოს. რა თქმა უნდა და არჩილ ბადრიაშვილი ბუნებრივია და ის ნახეთ აი 4-ია და საოცარი ტრაგიკული ცხოვრება გამ ძალიან ადრე წავიდა ყველა და ქალმა აი ამ კაფანდარა ქალმა აჯობა ყველას თავისი მედეგობით და ღრმა მოხუცებული წავიდა და თაობები აღუზარდა. და ეს როცა ეს გამოფენილი იყო, მესტია იყო მთლიანად ამ მარკებით ჩაშან შეფუთული. სულ გვეკითხებოდნენ ვინ არიან, რა არიან, რატოა ხელაპატივი და ეს არის აი ეს წიგნი. იმიტომ რომ მიხეილ ხერგიანზე პასუხებს იქ ისე დასტუმრები ღებულობენ. კი ბატონო და აი რა ვიცი აი ხა უკვე ასეთი წიგნია არის ქართულად, ფრანგულად და ინგლისურად, ასე რომ ფართო მასებისთვის არის და აი თუ გადაფურცლავთ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მთავარ გვერდში დევს ის ორიგინალი მარკები, რომელიც ჩვენ გამოვეცით საიუბილეოდ და ამდენად ეს წიგნი არის როგორც წიგნი, ასევე არის პატარა სუვენირი და ის არომატი, რომელიც შეუძლიათ რომ სვანეთიდან წაიღო. ავტორი ბრძანდებით ბატონ ივანე ჯაფარიძესთან. კი ბატონო, ხა მინდოდა მეთქო მე მკვლევარია. ამ ხელა ამბიცია რომ მე ქართულ ალპინიზმზე მარტო დამეწერა წიგნი, რა თქმა უნდა, არა მაქვს, ამიტომ ჭირდებოდა მკვლევარი გვერდით და ეს რაღაც საოცარი ტანდემი შედგა ბატონ ვანოსსა და ჯიბეში რა თქმა უნდა და რა ვიცი თავისებურად ფასეულიც არის და გასახარი ის არის რომ ინგლისში არის მთის თემატიკის წიგნების ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი და ყველასთვის გასახარია იქ მონაწილე ინგლისმა იცის თან ჩვენი ამბავი რა თქმა უნდა და აი სელექციაშია ჩვენი წიგნი და დედოფლისა და ხერგიანის წყალობით თლათ მასე ცნობილიც არ არის სამწუხაროდ ეგ ამბავი და იმ ეპოქაში და ზუსტად რომ არ არის და ჩვენ გვჭირდება რომ ეს ყველაფერი გავახსენოთ აი ამიტომ გამოიცა ეს წიგნი და ამიტომ მქონდა ასეთი რეზონანსი და თვითონ მომწერეს რომ ჩვენთვის სიურპრიზი იყო ქართული წიგნის ქართული ინგლისური ფრანგული სამენაზეა იმიტომ რომ თქვენ ინგლისი ახსენეთ და შამუნიში და საფრანგეთში არანაკლებად დიდი კვალი აქვს დატოვებული ქართულ ალპინისტებს და მათ შორის რა თქმა უნდა ხერგიანსაც და ნუ ხა არჩილ ბადრიაშვილის კვალი უკიდეგანოა ესე იგი რაცაც მან თავის ბიჭებთან ერთად მიაღწია ეს 6 ჯერ იყო ოქროს წერაყინზე ნომინირებული და გარდაცვალების მერეც იყო ნომინირებული და ერთხელ ჩამოუტანა ეს ალპინიზმის ოსკარი საქართველოს. ასე რომ მე ვთვლი რომ ეს ხალხი დასაფასებელი იყო და მე ვთვლი რომ ასევე აი ამ ტროფეითაც დავაფასეთ ქართული ალპინიზმი ეს გახლავთ ჩვენი მთის თემატიკის სექციას აქვს მიხეილ ხერგიანის სახელს ატარებს და აი ამ ტროფეიში მინდოდა ეს გასაგებია რომ სვანეთის სვანეთის კოშკია ის ხერგიანის ბოლოტოკი კი ბატონო რომელიც სუალტოზე გაუწყდა აი ეს მქონდა უნდა მეკითხა და კი გახლავთ იმიტომ რომ მინდოდა რომ ეს ემოცია ის სევდა ის გამარჯვებაც და ყველაფერი თან წაიღოთ და აი ამ თოკით
პატარა ტალისმანი მივაქვს. თან ესეც საინტერესო დეტალია, რომ ეს არ არის ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურადაა და მიუხედავად ამისა, ხო, მისი გაწყდა, მაგრამ ჰორიზონტალურად. ხო, ჩვენ კვლავ ვისწრაფით წერვალებისკენ და ბუნებრივია. ჯერჯერობით მესტიაში ასვლით ვისწრაფით ჩვენ და მე თუ მესტიიდან კიდე უფრო ზემოთაც ავლენ, რა თქმა უნდა, ესეც გასახარია, სხვათა შორის აი ეს სურვილი რომ დარჩნენ, ჩამოვიდნენ სხვათა შორის აი წელს მაგალითად ჩამოდიან ისეთი სტუმრები, რომლებიც შარშანაც იყვნენ. და შარშან მაგალითად მყავდა ინდოეთიდან, ეგვიპტიდან სტუმრები, რომლებმაც პირველად ნახეს მთა და თბილისიდან რომ გადაფრინდნენ, აი სუნთქვა შეეკრათ. ეს რაღაც დაუჯერებელიაო და წელს მოდიან და ისევ მოფრინავენ, იმიტომ რომ ჩვენ ამის garaში უკვე აღარ შეგვიძლია. მე მინდოდა მეკითხა შემდეგი რამ ხალხო. ჩვენ ტურიზმი გვაქვს, სამთობილიკები ცალკე თემაა, კიდე მიზიდულობის საგანია და არიან ადამიანები, რომლებიც სწორედ სამთობილიკების მიხედვით ცდილობენ ქვეყნები გაიცნონ, კი, გვაქვს ეს შესაძლებლობა და უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ რაღაც არიან ადამიანთა ჯგუფები მსოფლიოს მასშტაბით, რომელთათვისაც ეს მიზიდულობის მიზეზია. კი, მინდოდა მეკითხა, რომ არიან თის ფილმების ისეთი მოყვარულები, რომლებიც გარკვეულ თემს წარმოადგენენ და თასთან კომუნიკაციაში განსაკუთრებული ურთიერთობით არიან და აგერ ახლა თქვენ თქვით საერთოდ ისეთი ადამიანები, ვისაც თასთან შეხება არ ქონია და ნუ ესეც თალკე ალბათ ის ხელია რაც მოაქვს ამ ფესტივალს, რომ ადამიანებს თაღმოაჩენინა და ნუ საქართველო. იცით რა, არ ყოფილა წელი, რომ ჩვენ ჟიურის წევრებს რაღაც იდეა არ დაბადებოდათ. იტალიაში წაიყვანეს მაგალითად გადაღებაზე ორი ქართველი მსახიობი, რომელიც აღმოაჩინეს ჩვენ თან ფესტივალზე. შარშანდელმა ჟიურის წევრმა რობერტო ზაზარამ გააკეთა სცენარი და რიხოს სიმღერები ჩასვა მაგალითად სვანური. ეს ყოველ წელს ხდება და აი ეს არის გამარჯვება, რომ ეს კონტაქტის პლატფორმა. ჩვენი ფილმები წაიღეს ფესტივალზე. ეს არის მთავარი, რომ რაღაც ჯაჭვები, ძაფები გაიბას ჩვენსა და სხვა ქვეყნებს შორის და დავმეგობრდეთ, არავის არ ახსოვს ფესტივალზე რა ფილმი ნახა. ყველას მაინც გრჩება, ვინ გავიცანით, რა გავაკეთეთ, რა ვნახეთ გარემო. და რა გარემოში ვიყავით. რა იყო ამ ფესტივალის, ხო? იმიტომ რომ ფილმი უკვე იმდენი გამოდის, რომ აი უკვე გერევა, საათ რომელი ფილმი ნახე, რა ნახე, მაგრამ არასოდეს არ გავიწყდება ის სტუმარ-მასპინძლობა, რასაც ჩვენ მაგალითად მათ თავაზობთ. თუმცა ფილმებიც ძალიან კარგი გვაქვს. ჩვენ არასოდეს არ ვაკეთებთ იმას, რომ ფილმი იყოს მარტო აი მაგალითად თოვლზე ან მთაზე. ყოველთვის გვაქვს მთა და ადამიანი. იმიტომ რომ მთა თავისი მკაცრი ბუნებით, თავის დიზაინით თუ არქიტექტურით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე და ისეთი საინტერესო ფილმები შემდგომ, მაგალითად ინდური მხატვრული ფილმიც ავიღეთ. იცით რატო ავიღეთ? საოცარი ამბავია, რომელიც ხდება მთაში, იქაურ მთაში და რატომ არ უნდა აგვეღო, მთა არის. და რა ვიცი, ეს ამსუბუქებს თან ჩვენს რეპერტუარს და საინტერესოს ხდის ამ ყველაფერს და ისეთი საინტერესოდ აიკინძა ჩვენი წლევანდელი საფესტივალო ჩვენება, აი პერუდან ულამაზესი ფილმი გვაქვს, აი ძალიან საინტერესო, იქაურ ცხოვრებაზე, მთის ცხოვრებაზე და რა ვიცი, აი მობრძანდით, თქვენ თვითონ ნახეთ და ესწარით და რა თქმა უნდა გვაქვს ყოველთვის ზეიმი. არ შეიძლება რომ სტუმარი დედა გვასწავლიდა მე და ჩემ დას რომ სტუმარს რო დაპატიჟებ შვილო, კარგი მასპინძელი უნდა იყო და ნუ ელოდები რომ ის გაგართობსო, შენ უნდა გაართო. ამიტომ ეს პროგრამა აუცილებლად შედის, რომ ჩვენი სტუმრები ჩვენ უნდა გავართოთ. ამაში გეგი ფალიანი და მისი გუნდი და მსახიობები ძალიან გვეხმარებიან, იმიტომ რომ ყოველ საღამოს არის მესტიის მუნიციპალიტეტის აი იმ შენობაში კულტურის და ხელოვნების ცენტრში ყოველ საღამოს არის ზეიმი და წლევანდელ ზეიმს გაგვილამაზებს მიშო სულხია თავის ტრიოთი მისი უნიკალური ხმით საოცარ რეპერტუარს გვიმზადებს და ასე რომ მის მოსასმენადაც ღირს ბატონო ჩვენთან მოსულა. ქალბატონ ხატუნა, ახლა მოდით გითხარით, კი გვეპატიჟებით და ვინ შეგიფასებთ და ვინ გვეყოლებიან, კი ბატონო. ჟიური ვინ იქნება და პალიტრა მონაწილე ქვეყნებისა, როგორც ხვდები, კიდევ უფრო გაიზარდა, ხო? კი. თუ არ ვწდები 104 ქვეყნიდან იყო შემოსული ფილმი, 2400 რაღაცა ფილმი შემოვიდა წელს და აი ყველა მეკითხება რომ ვინ უყურებს ამდენსო პატიოსნად უყურებს 5 სელექტორი. აი პატიოსნად სვიად დოლიძის პროფესორის და კეთი ჯანელიძე ასევე ანიმაციის პროფესორი, აი ეს ორი ადამიანი კურირებს ამას და მყავს სელექტორები, რომლებიც სტუდენტობიდან მოდიან და დღეს უკვე ჩვენი თანამშრომლები არიან ფესტივალის და მე მიხარია რომ
მათ ბავშვობიდან შეუყვარდათ ეს ყველაფერი. ნუ პატარები იყვნენ 18-19 წლისანი იყვნენ და დღეს უკვე დამთავრებული აქვთ უნივერსიტეტი და კიდევ ჩვენს გვერდით განან და აფასებენ ამ ყველაფერს და დიდი მადლობა მინდა აქედან ყველას უთხრა, იმიტომ რომ ფესტივალის გაკეთება არ არის მარტივი საქმე, ბევრი შრომა ჭირდება, ძალიან ბევრი წვრილმანია, რომელსაც რა თქმა უნდა მაყურებელი არც უნდა გრძნობდეს და ვერც უნდა გრძნობდეს და ზუსტად ეს არის გასახარი, რომ ის შრომა რაც ამის უკან დგას, არავის არ ჩანს საერთოდ და მშვიდად წყნარად ჩაივლის ფესტივალი და მერე ვართ ხოლმე მოდუნებული და დაღლილები და მანამდე პირიქით ემოცია გვაქვს. ხა იცით რა, კარგი ფესტივალი, კარგი ჟიურის გარეშე არ არსებობს, ხო? იმიტომ რომ ფესტივალის დონეც ფასდება მოწვეული სტუმრებით. ზუსტად ამას აკვირდებოდნენ, როცა ალიანსში მიგვიღეს და უკვირდათ, რომ როგორ ჩამოყავთ, მყავდა ერვეშნაიდი 2 ცეზარის მფლობელი, ისინი კასკადიორები ბიჭები, რომელსაც 2 ოსკარი აქვთ აღებული და აი სულ ისეთი ხალხი ჩამოდის, რომლებიც აი მართლა ძალიან კარგი სახელი რო აქვთ კინო ინდუსტრიაში და კინო რუკაზე თავიანთი კვალი რო აქვთ დატოვებული. წელს ჟიურის თავმჯდომარე იქნება ავღანელი რეჟისორი სიდიქ ბარმაკი. თქვენ მას იცნობთ ოსიმა ეს ცნობილი ფილმი ავღანური, რომელსაც ოქროს გლობუსი აქვს მოგებული და ასე შემდეგ. წარმოვიდგინეთ, რომ ესტიაში მოდის ოქროს გლობუსის და კანის ფესტივალის გამარჯვებული რეჟისორები. ასევე ჩამოდის კორეელი ვარსკვლავი ოპერატორი კიმ ჰიუნგ კუ, რომელიც არის ბონჯოს ოპერატორი იყო. ბონჯო გახლავთ აი პარაზიტების ავტორი, ყველასთვის ცნობილი ფილმის. ამ ფილმზე არ უმუშავია მას, მაგრამ დანარჩენი მისი ფილმები არის კიმის გადაღებული. ელიფ დაღდევირენი, ანტალიის კინოფესტივალის დირექტორი და ერთ-ერთი ესეთი ფიგურა კინოინდუსტრიაში, ძალიან მნიშვნელოვანი პროდიუსერი და კინოჟურნალისტიც გახლავთ. ასევე გვეყოლება ძალიან ცნობილი ფრანგი პროდიუსერი გიომ დესეი, მის მეუღლესთან ერთად, მეუღლე გახლავთ კანის ფესტივალის PR მენეჯერი და იქნება მასტერკლასი თუ როგორ უნდა გააკეთო კინოს PR-ი და როგორ უნდა გააკეთო ფესტივალის PR-ი. ამაზე წაიკითხავს დანი დესეი მასტერკლასი და თვითონ გიომს ექნება კოპროდუქციის როგორ აღწევ კოპროდუქციით აი იმ მწვერვალებს, რაცაც მან მიაღწია და დღეს რომ მისი 80-ზე მეტი ფილმი დადის მსოფლიო მასშტაბით და აი რაღაცას ახალს ხომ შევისწავლით მისგან და ძალიან საყვარელი პროდიუსერი ოლენა ერშოვა, წარმოშობით უკრაინელი, ცხოვრობს თურქეთში და საფრანგეთში. მისი მასტერკლასი გვექნება ერთი ფურცლიანი სინოფსისიდან A-კლასის ფესტივალამდე. აი ის გზა როგორ უნდა გაიაროს ავტორმა და მე ჭვიმაქვს რომ იქნება ლევან კოღუაშვილის რომელიმე ფილმის მაგალითიც, იმიტომ რომ აი ეს ბოლო ფილმი თხილი და წინაც ბრაიტონიც ოლენა ერშოვამ ზუსტად ქართველ რეჟისორ ლევან კოღუაშვილთან ერთად გააკეთა და ოლენას აქვს საერთაშორისო ფესტივალების 250-მდე პრიზი აქვს მის ფილმებს მოგებული. აი ასეთი რანგის ხალხი ჩამოდის და იქნებიან ჩვენს გვერდით და რაც თავარია ყოველთვის ჩვენს ფესტივალს აშუქებს საერთაშორისო ჟურნალისტები. წელს ჩამოდის ამერიკიდან პლეილისტის მთავარი რედაქტორი და პლეილისტ დღეში მილიონზე მეტი მკითხველი ყავს და ძალიან ბევრი აკვირდება რას დაწერს გრეგორი ხა ჩვენზე. ასევე ძალიან საინტერესო ფინელი ჟურნალისტი და სომეხი ჟურნალისტი, რომელიც კავკასიაზე და რეგიონზე წერს ინგლისურ ენაზე და რეგიონში ჩვენი პროპაგანდა და პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ვთვლი რომ აუცილებლად უნდა კიდევ უფრო ფართოდ უნდა გავიდეს ჩვენი სახელი და მადლობის გარეშე არ გამომივარო ეროვნულ კინოცენტრს, კულტურის სამინისტროს, რა თქმა უნდა ყველას მინდა რომ მადლობა უთხრა და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, იმიტომ რომ ზუსტად ჟურნალისტების ჩამოყვანა მათი ხელდასმით და მათი ხელშეწყობით ხდება და ერთს ვიტყვი, მე ვიცი რომ არ შემიძლია დავასახელო კერძო ის, მაგრამ ძალიან კარგი ტრადიცია წამოვიდა, ბევრი ფონდი დაარსდა და ფონდებმა დაიწყეს კულტურის ხელშეწყობა და აი ორი ფონდი გვყავს ხელშემწყობად, რომელიც ძალიან მახარებს და ასევე მინდა ვთქვა, რომ გვექნება, მე კი ვთქვი თავიდან, რომ მთა მარტო ერთი რაკურსით არ გვაქვს ხოლმე, აი მთა გვაქვს როგორც წიგნი, მთა როგორც კინო და წელს ამაქვს ფანტასტიკური კოლექცია ნათელა გრიგალაშვილის მაღალმთიანი აჭარა, ბუნებრივია და ასევე შალვა ალხანაიძის თუშეთი. ნუ ეს არის ორი
ჩემთვის ფანტასტიკური ფოტოგრაფი და აი ამ ორი საქართველოს მთა არა მარტო სვანეთის ჭრილში, არამედ აი ამ ორი კუთხის ჭრილშიც იქნება ოღონდ კავკასიის მცირე ქედი და კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილი. კი ბატონო. მთელი კავკასია გვექნება ბატონო მესტიის ამ პატარა ფესტივალზე ამ ერთ სივრცეში და რა ვიცი, კონცერტიც არ დაგაკლდებათ, ამობრძანდით ბატონო და ისიამოვნეთ ჩვენთან ერთად. ჟიურის თავმჯდომარე სიდիկ ბარმაკი, იმიტომ რომ რანგით ხა ოქროს გლობუს მოგებულს ვერ ვეტყოდი რომ ოსამა ფილმი ხო? ეს თალიბების მართლობაზე რო ქონდა გადაღებული ხო? და ეს ოსამაც თუ სწორად მახსოვს უსამა ბენ ლადენის გავლენის გამო დაერქვა ფილმს. მე ასე მახსოვს. მოგვიყევით ჟიურის შესახებ გითხარით სად ტარდება და ადგილი უცვლელია. გითხარით რომ 2000-ზე მეტია. ახლა იმ ადამიანებს ვინც ფილმებით და კინოთი არიან დაინტერესებულნი და ვინც თქვენ ფესტივალზე ნამყოფები არიან იმათ ინფორმაცია ექნებათ მაგრამ იმ ადამიანებს ვისთვისაც შეიძლება კინო საერთოდ არ არის პირველხარისხოვანი მაგრამ დასავლეთში არიან და შეუძლიათ სვანეთში ამოისეირნო უფასოა ჩვენთან დასწრება მოგძანდნენ მიყავს კითხვა საით რა თარიღიდან როდემდე როგორი გრაფიკით იქნება წარმოდგენილი ჩვენებები და შემდეგ უკვე მუსიკალური აქტივობაც რომელიც მასპინძლობის ფორმატში გაქვს წარმოდგენილი 29 ივლისს არის ფესტივალის გახსნა მაგ დღეს არის სვანეთობაც მესტიაში ასე რომ ღირს ამოსვლა და მთელი ქალაქი არის სვანური სამზარეულოთი დატვირთული და ისეთი გემრიელობებია და ისეთი უცნაური რაღაცებია იქ რომ ტურისტიკია მეც გაოგნებული ვარ ხოლმე და სიამოვნებით ჩამოუვლი ამ სუფრებს თან უკვე ყველა მცნობს და ყველა თავის თავარ რაღაცას თავაზობს ხოლმე და არის საოცარი სანახაობა და ბოლო დაგვირგვინება იქნება ფესტივალის გახსნა უკვე კულტურის ცენტრში 30-დან, ესე იგი ყოველ დღე 30, 31 და 1 3 საათიდან იწყება მასტერკლასები, 5 საათზე მე არის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია, 7 საათზე არის პირველი საკონკურსო ფილმი მთის თემატიკის და მე 21 საათზე. ანუ ეს 3 დღე საკონკურსო მთლიანად დატვირთულია და გახსნა და დახურვის ცერემონიალები. გახსნა იქნება 29-ში. 7 საათიდან და დახურვაც გვექნება 2 აგვისტოს კვირას, სადაც გამოცხადდება, რა თქმა უნდა, გამარჯვებულები, ასევე 7 საათზე და დავასრულებთ ფესტივალს ჯიმშვანთეთი, იმიტომ რომ მინდა რომ ბოლომდე მინდა რომ სვანეთით მოხიბლული გაუშვა ყველა და რა თქმა უნდა გავატანთ სვანურ მარილს, რომ ის არომატი რაც იქ არის. ჯიმშვანთი არ იქნება, ეს ჯიმშვანხან არის. ანუ მარილი სვანეთს კი არა, მარილი სვანეთიდან. მარილი იქნება თქო. მარილი იქნება. რა თქმა უნდა იქნება. დასწრება ყოველთვის არის უფასო, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ ხალხი შეწუხდეს და რაღაცა გაიღოს. ფესტივალი უნდა იყოს ზეიმი და ყოველდღე მოსვლის საშუალება უნდა კონდეს ადგილობრის და მე ის მახარებს რომ ძალიან ბევრი ადგილობრივი ესწრება და ძალიან ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა ამოდის ფესტივალზე. ეს არის ძალიან გასახარი, იმიტომ რომ მაინც მინდა რომ აი იქ ეს კულტურა, სხვათა შორის რა მოხდა, იცით, სხვანაირი კაბები შეკერვა დაიწყეს და ეს ისეთი ზეიმია მათთვის, ბავშვებზე მაქვს ლაპარაკი და მოდიან ფუშფუშა კაბებით და იღებენ ფოტოკოლის ბანერთან ფოტოებს და მინდა რომ ეს ყველაფერი დარჩეთ მათ, როგორც ლამაზი და განსაკუთრებული მოგონება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება, იმიტომ რომ ერთ უცნაურ რაღაცას ვიტყვი, წეგან ვუყვებოდი ბატონ დავითს, რომ ჩემი სიყვარული და ჩემი სიყვარული კინოსთან დაიწყო წყალტუბოში ჩავდიოდით ბებიასთან და ჩვენი სახლის აივნის წინ იდგა კინოთეატრი და ზუსტად საპროექტორო აივნები ერთმანეთს უყურებდა და ღამე კინომუსიკა შემოდიოდა ფანჯრებში. ფაქტიურად 3 თვეს ვატარებდით კინოში. მე გამოვედი კინორეჟისორი და ჩემი და გამოვიდა კინოკომპოზიტორი. ანუ აი იმ გავლენამ, აი იმ გარემომ და იმ მოგონებამ, რაც ჩვენ ბავშვობაში აი სულში ჩაგვჭა, გამოიწვია ჩვენი ეს და მე დარწმუნებული ვარ ეს ფესტივალიც აი სვანი ბავშვების სულში ისე დარჩება, რომ რაღაცა ყავს მაინც დატოვებს და რაღაცა მოხდება მათში ის, რაც უნდა მოხდეს და რა ფუნქციაც ფესტივალს და ხელოვნებას აქვს. ადგილობრივი თუ იქ ჩასული ბავშვების რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ყველასთვის. ეს ალბათ ყველაზე დიდი შედეგი იქნება ამ ფესტივალისა, რომ კარგი გაგებით მოწამლოს და ამით იცხოვრონ შემდეგ. და ეს მე გამახარებს უნებრივია, იმიტომ რომ ოდესღაც იბერეში ვიღაცა მაინც მეტყვის, რომ მე თქვენს ფესტივალზე დავდიოდი და აი ეს იქნება ჩემთვის დიდი გამარჯვება. და ისინი ვინც ამ ფილმებში წელს გაიმარჯვებენ, აი ესეთი შესანიშნავი კი ბატონო, ის უკვე დამზადებულია 2006 წელს. ვერასდროს დაივიწყებენ ვერაფერს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა.
ეს ყველა მონაწილეს ყველა გამარჯვებულს გადაეცემა თუ როგორ კატეგორია ჩვენ გვაქვს გრან-პრი, სადაც ოქროა, ყველაფერი ის რაც სვანეთში მოიპოვება. ანუ ოქრო, მეორე არის სვანური თეთრი ქვა, თეთრი ბრულია ჩაყენილი, არ მქონდა დარჩენილი სახლში და ვერ წამოვიღე. ისინი დამზადდა და ეხა მომიტანენ, აი ხვალზე უკვე მომიტანენ გაპრიალებულს და მესამეში არის აი ეს ხერგიანის თოკი. ანუ ყველაფერი სვანური და არაფერი სვანურის გარდა. არის ჩვენი დევიზი და მეორე დევიზი გვაქვს, რომ მესტია ლეგენდების შეხვედრის ადგილი და ის ლეგენდები, რომლებიც ისტორიული ლეგენდები, აი ლეგენდა რაც არის და პლუს ლეგენდა ხალხი ხვდება მესტიაში, მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ვერანდაზე და დარბაზში ერთმანეთს. მაშინ თუ გვინდა რომ გავიზიაროთ ლეგენდათა მწვერვალში ნავარდი, ფილმების ყურებით, მულტიპლიკაციურით თუ უბრალოდ ადამიანებთან კომუნიკაცია, უნდა ამობძანდეთ, სხვა გზა არ არის. უნდა ამობძანდეთ. მადლობა სტუმრობისთვის. კი ბატონო. ნამდვილად ვეტყვი მსმენელებს რომ გაითვალისწინონ და თუ იქით მოხდებიან დასავლეთში მით უმეტეს და თბილისიდანაც შეიძლება გაფრენა და არა რამდენიმე საათიანი გზავრობაც, მოკლედ ნამდვილად ღირს რომ ის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აღმოჩნდეთ, ვინც გვიან შემოგვიერთი თარიღები, დეტალები და გაინტერესებთ, გეტყვით რომ ჩვენი ამ ფესტივალის თანადამფუძნებელთან დიალოგი. მადლობა. კაპიტან ხათუნა ხუნდაძესთან აიტვირთება რადიო მედიის Facebook გვერდზე. კიდევ ერთხელ მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და შესანიშნავი წიგნები ემატება ამ ფესტივალის წყალობით, ესე იგი კი ბატონო. რომელიც გაყიდვაში იქნება მესტიაში შესანიშნავია. მუზეუმში და მიხარია რომ სხვადასხვა ენაზეა, იმიტომ რომ მოთხოვნა ძალიან დიდია. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.